ახე რა, როგორ ამხელა სინათლე გამოდის, ნახე? ახედავ, თითი ნახე როგორ ნათდება. კი. შეხედე, აი ეს არის ჩვენი ჩვენ ახლა რეალურად ეს არის ჩავთვალოთ მილი სინათლისათვის. აი ეს არის მინიატურული სპექტრომეტრი რა, ხედავ ახლა. ეს მე რო სტუდენტი ვიყავი, იმ დროს იყო, კაი ერთი ორტონიანი დანადგარი, წარმოიდგინე რა. ერთი კაცი რო ვერცად ვერ გადაიტანდი და ეს შეგიძლია ახლა მოიკიდო და წაიღო პირდაპირ ახლა. ეს კონახე მე ესე მოვიტანე. ესე იგი, ჩვენ რო შევხედოთ, ეს არის ჩვენი სინათლის წყარო, რომელსაც პრაქტიკულად გვაქვს მილი სინათლისათვის, როგორც წყალი მოდის, ან ჰაერი წამოვიდა და ესე წამოვა აქ სინათლე, ეს ხდება ოპტიკური ბოჭკოკაბელის მეშვეობით. ეხლა რო შევხედოთ მაგალითად, სინათლე მოდის აქედან, აი აქ მოდის, შემოდის და მიემართება აი აქა. ჩვენს ისე თავში. მე დავაფარო თითი, ხედავთ რომ სინათლე ამოდის, შემდეგ ეს სინათლე ისევ ჩადის ქვემოთ, უკვე არეკლილი სინათლე და ხდება მისი გადანაწილება სპექტრომეტრში, რომელიც უყურებს არეკლილი სინათლის რაოდენობას და გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მასალა, თუ რა დავუშვათ, ჩემი კანი იყო აქა. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ გავიგოთ ინფორმაცია ადამიანის გულისცემის, წნევის თუ სხვა პარამეტრების შესახებ, რომელსაც ბატონო ზაზა ანვითარებს ამ ტექნოლოგიას. ესე იგი, დაადეთ თითი? აჰა. მიდი მოხსენით? აჰა. დაადეთ? აი ეს არის ინფორმაცია, რომელიც ბრუნდება. ხო, დაბრუნებული ინფორმაცია. ხა ეს მიდის სპექტრომეტრში. ეს საკმაოდ ძლავრია ახლა, რატო გვინდა, იმიტომ ჩვენ გვინდა ეს ცვლილებები დავინახოთ დინამიკური და ამიტომ გზნობიარე სისტემა გვჭირდება. აქ ახლა 600 მიკრონიანი ბოჭკოებია, დავუშვათ თუ მარტო სპექტრი მინდა. 600 მიკრონიანი 0.6 მილიმეტრი. 0.6 მილიმეტრი, 6/10 მილიმეტრი თითოეული და 6 ცალია და შუაში ერთი მიმღები ცენტში. ახლა თუ მარტო სპექტრი მინდა 200 მიკრონიანი რო ავიღო საკმარისია. უფრო ხო. ხო, აი ეს არის არეკლის სტანდარტი, ესეც Ocean Optics-ის არის, თუმცა ამის გაკეთება შეიძლება ჩვენ შეგვიძლია, აი, გვაქვს ცდილობები, რომ აქ გავაკეთოთ, იმიტომ რომ კერამიკოსები ყავს იმაში, ლაბორატორიაში და აი ესეთი ის რომ დაამზადოთ. ეს არის ან შეიძლება თუთიის ჟანგი, ან იმისი რა ქვია, ტიტანიუმის ორჟანგი. ხილულობაში თითქმის 100%-იანი არეკლა აქვს და ამიტომ კარგი ის არის, სტანდარტია არეკლის. კი, თუმცა სარკესავით არ არის. არა, სარკესავით დიფუზური ამრეკლია. არა სარკისებური. ესე იგი იდეალურად მეახლოვებულია რა. რო გადავამოწმოთ. იცი რა, ხო, კი, აი მე ხა. აჰა. კი, დიფუზურია. და ეს შეიძლება პრინციპში იცი რა, ეს შეიძლება ჩვენ დავამზადოთ პრინციპში, აი ესეთია რა. ჩვენ რო შევხედოთ, ესე იგი, ეს არ არის სარკესავით, მაგრამ აქვს დიფუზიური ეფექტი. ანუ სინათლე ისე ხდება, ეს ირეკლავს, მაგრამ სინათლეს ირეკლავს ისე, რომ თანაბრად გადანაწილდეს და არ იყოს ზუსტი სურათი, ხა. ხო. ანუ აქ რა იქნება, იცი, ეს რო იყოს სარკე, ხო, დაარტყავდი დაცემის კუთხე იქნებოდა არეკლის კუთხის სწორი. აქ იგივე ეს კანონი სრულდება, მაგრამ სრულდება, ასე ვთქვათ, ყველა მიმართულებით. იქ სიფტყე იქნებოდა რა. გამოყოფილი და აქ აი ეს ყოველი ცდის წინ ამაზე ხდება დაკალიბრება ამ სტანდარტზე 100%-იან არეკლაზე ხდება ჩაწერა მე აქ ხა ჩაწერილი მაქვს მე ახლა თავიდან აღარ დავაკალიბრებ აქ მაგრამ პირველ რას ვაკეთებთ load calibration ესე იგი შემიძლია ის დასაკალიბრებელი ანუ სპექტრი გადავიღო თუ მინდა ახლა თუ მაქვს შემიძლია შენახული შემოვიტანო აი ხა იმის ამიხედე load calibration spectrum ახლა შემოვიტან მაქვს აგერ გახსნის და აი კალიბრე აი ეს მეორე ეს არის ახალი ჩაწერილი და აი შემოვიტანე და აქ გაჩნდება აი ეს დასაკალიბრებელი სპექტრი. აი გაჩნდა დაჯდა აგერ. ეხლა უკვე ვარჩევ პარამეტრებს, დავუშვათ ექსპოზიციის დრო 1 მილიწამი. აქ მეტი არაფერი არ უნდა. ეხლა ვიღებ უყურე რა არის აქ გამოჩნდება ეხლა ჩვენ გადავიღებთ სპექტრსაც და პულსაციებსაც კანის. გამოტანილია 4
ტალღის სიგრძე, ანუ 4 ფერის ასე ვთქვათ, გამოძახილი, ანუ არეკლული სინათლე შეგვიძლია ვაკონტროლოთ. ხო, ამიტომ ავიღებთ, ესე იგი, აი ავარჩიოთ რა, ანუ ჩვენ შეგვიძლია 4 ტალღის სიგრძეზე გავაკონტროლოთ რეფლექციის რაოდენობა. ავიღებ ახლა მოდი 440 ნანომეტრს, ნუ ეს ფერია, ხო. მეორეს ავიღებ 550 რომელიც მწვანეა, 620 წითელი და 700 ინფრაწითელი. აი და გამოჩნდება კიდევ ესენი განსხვავებულები არიან. უგლეთ მოვემზადეთ და ეხა აი ესე იგი ვიღებ აი მარტივად ესე თიც აი მოვათავსებ აი ამ მასე ზონდზე ესე. ნუ ეს რეზინებით უბრალოდ ვამაგრებ, რომ არ გამექცეს თითი, რომ ძალიან გზნობიარეა შეიძლება გაჩვენებთ კიდევაც. და ვარჩევთ რას? რა დროის განმავლობაში გვინდა გადავიღოთ ეს სპექტრი? ნუ ძალიან ნუ ვიზავთ, მოდი ავიღოთ 30 წამი, ხო? ბატონო, ჩვენ შეგვიძლია გავუშვათ, რომ არ ჩავწოთ, რომ continuously უყუროთ, როგორ მოდის მონაცემი. აი ახლა ნახავა continuously, წამოვა. ახლა ამიტომ ვაძლევ რა დროს ან დაკვირვების დრო. ახლა მივეცი 30 წამი. პრინციპში მე ჩვენ რო ვიწერთ ახლა ინფორმაცია რომ მჭირდება 10 წუთის განმავლობაში შეიძლება ну, იმეთი მანქანის მეხსიერებით არის შემოსაზღვრული ეს ყველაფერი და 30 წამი ახ გავუშვებ უყურე აი გამოჩნდება დინამიკა. აი დავადე თითი და სტარტი და წავიდა. აი გამოჩნდება ახლა აი ეს არის გრაფიკი დროთა განმავლობაში არ ეკლის. ხო. აი ნახე, აი ხედავ ეს ძგერები. ხო, სხვადასხვანაირია. ეხლა რა მაინდა-მაინც გზნობიარე, რატომღაც არ არის, მაგრამ ნუ გავიბიოროთ, არ არის პრობლემა. 30 წამის განმავლობაში ხედავ, აი სხვადასხვა ფერი, ისე განსხვავებული. კი. სასახად ეხლა მაგალითად 550 ნანომეტრზე არა გვაქვს დიდი რაოდენობით ცვლილება, მაგრამ 620-ზე ჩანს, რომ გვაქვს რაღაცა ოსცილაცია. კი, აი ახლა რა არის, პირიქითაც არის. აი ახლა შენ რო დაგსვა, შეიძლება სულ სხვა სურათი გამოვიდეს. ეხლა ეს უკვე ეს არის. უყურე, აი 30 წამი, ნახე, არეკლის სპექტრი დახატა, ეს სპექტრია გასაშუალებული დროში, ეს დროში პულსისა გაწელილი, ეს არის მოდულაციის სიღრმე, ანუ ტალღის სიგრძეზე დამოკიდებული, ესე იგი, სად არის ყველაზე დიდი მოდულაციები. აჩვენებს აი ჰემოგლობინის ზუსტად დიაპაზონია და ეს არის, ნუ ეს იმისი, რა ქვია, ნატურის სპექტრი ჩაწერილი და დასაკალიბრებელი. აი ეს ყველაფერი მონაცემ შენ Excel-ის ფაილის სახით ინახება. მოდი ახლა შენ დაგსვა, ბაბა, შენი ის ვნახოთ. აჰა. იმიტომ რომ ვიცი რა, მაინდა-მაინც კარგად არ ჩანს რა და აი ეს პულსაციები. რომ გავშალოთ კი დავინახავთ მათ დეტალებს, მაგრამ ნუ 30 წამის მაგერად მივცეთ ალბათ 20 ან 10 წამი მივცეთ. ეს 10 წამი მივცეთ და მოდი კალიბრებაც გავაკეთოთ. აი ამას დავადებ ახლა აქ 100%-იან ამრეკლს. Take calibration spectrum. აი, ახლა შევინახოთ, დავაკვათ ამათ calibration 3. და save. მივცეთ, ჩაწერილია ახლა ეს სპექტრი უკვე. ახლა ამას მოვხსნი. ამას შევინახავ. და ახლა ვნახოთ პულსაციები, როგორ გადაიღებს ჩემ იმას, რა ქვია, პულსაციებს. სტარტი მივცეთ. ჩვენ ახლა რეალურად გეოპრინციპს ვიყენებ და რასაც იყენებს ოქსიმეტრებში რომ აჩაშენებული სინათლის მეშვეობით გამზომი გულისცემის მოწყობილობა. კი. აი, საკმაოდ ის არის, რა ქვია, და პატარა მცირე ამპლიტუდებია. მოდი აბა შენ დაადე თითი. ასე. აი, ახე შენი პულსაციები როგორი აი ეს არის ჩემი გულისცემა. ეხლა რასაც აი ხედავ ამ მწვანეს ყველგან არის. ჩემი ეხლა ხო ხედავ აი ჩემსაში ესე იგი მე რაღაც ის ვჭირდება რა ქვია. სტიმულატორი. ეს კარგი განსხვავება, იმიტომ ჩვენ ხედავთ რომ აი ეს პიკები არის ჩემი გულისცემის მონაკვეთები, ხო? კი. და აი ეს უყურე აი ეს ხანგრძლივი მონაკვეთები რო აქ სხვადასხვა ესე იგი აი ამისი ფური ანალიზი რო გააკეთო, ნახავ რომ გულისცემის გარდა კიდევ სხვა რაღაცებიც არის. ისე, ანუ ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ახლა? ჩვენ თუ შევადარეთ, დაუშვათ სხვადასხვა თითები
ან სხვადასხვა კიდურები, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ განსხვავებები სხვადასხვა კიდურებში, როგორ ხდება გულისცემის დაფიქსირება. ეს კიდე რისი პროქსი არის, ასე ვთქვათ, მაჩვენებელი. სისხლის მიმოქცევის ან კონკრეტულ რეგიონში. ანუ ჩვენ თუ შევადარებთ, რომ დავუშვათ მარცხენა ხელში საშუალოდ უკეთესი არის გულისცემის დაფიქსირების, ასე ვთქვათ, ხარისხი, ვიდრე მარჯვენა ხელში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარჯვენა ხელში უარესი არის სისხლის მიმოქცევა ვიდრე მარცხენაში. ეს კიდე შეგვიძლია გამოყენებული როგორც ათეროსკლეროზის ან გულის დაავადებების ინდიკატორი. არა, აქ მეტი შეიძლება, შენ შეიძლება ხარ პრინციპში ცოტა ესეთია, მაგრამ ეს ზონდი შეიძლება გულში შეიყვანო და აი ინფარქტის შედეგად დაზიანებული, სადაც სისხლი არ მიდის. აი ეს უბნები აღმოაჩინო ამით. პულსაცია არ გექნება. მოდი ბატონო ზაზო, ერთ წუთათი უფრო დიდი ხნით მოსვიჭრეთ, იმაზე სუნთქვა დავაფიქსიროთ. ერთი წუთი იყოს, მოდი. მეტია კაპილარების სიმკვრივე. ასე იგი, ეს არის ყველაზე ისეთია რა, ასე ვთქვათ, კაპილარებით მდიდარი თითი. და სტარტი გავუშვი. რინგფინგერი, ანუ ეს ბეჭედის თითი. ხო. აი, რატო ისქნა? ეხლა არა, რაღაცა ხო არ გაისქენი თითი? გავამოძრავე? ხო, რამდო აიღრე? აი, მე მგონი ახლა წამოვა. ხო, აი ახლა ხედავ ეს პულსაციები ჩანს, მაგრამ ახლა ის არის. ხო, მიდი, აი ის გამოჩნდა, ხედავ აი. კი. ამოძრავებში დინს არის, ახლა ეს დახტის რა. აი წყვეტები არ უნდა კონდეს. აი ხელოვნურად გააკეთე აბა, ამოძრავეთ ითი ხელოვნურად, ნახავ რომ გამოისახება. კი. კი. გააკეთე ეს ნახტომი. აი ხო შეიკავეს უთქვა, შეიკარი. გავაწავა შედარების სწორი ხაზი და ესენი იქნება მორჩა უბრალოდ და იმიტომ ეს შენი სპექტრია. ეს მოდულაცია. ოკეი, საინტერესო. ბანოზოზე, თუ მაგალითად მე დავადე პირდაპირ ჩემი დაუშვათ მაჯა. ხო. დავადოთ მაჯა, იქნებას და უკეთესად გამოვიდეს. არ ვიცი, დაადე, აბა, წადოთ. მე არ მისდია, უბრალოდ იძე ვაკეთებ, აბა ნახე, თუ მოსახერხებელი თუა თორე. გამოჩნდება, არ გამოჩნდება. დავდე? პირველად ვაკეთებ მაჯაზე. ნახე რა გამოვა. დაადე. ოკეი, სადაც აი აქა, სადაც ვენა არის სიახლოვეს. და მივცეთ სტარტი. არ ხედავ, აი ნაკლებად ის არის მგზნობიარე. დილით იცი რა, აი დილით გამოღვიძების პერიოდში გაცილებით ინტენსიურია. ეხლა ეთყობა რაღაც მოდუნების პერიოდია, არ ვიცი, ხა მე ეს კარგად ფიზიოლოგიაში ვერ ყვევარ. აჰა. დაიდე მაჯას. ეს უბრალოდ ჩვენ იმისთვის გვაქვს, რომ ეხლა პირდაპირ მოვათავსებ ჩემს ხო, აი ნახე აბა. ესე კრიტიკული კუთხე შევუცვალოთ უდნავ. პირდაპირ დავადებ ჩემს ვენას, რომელიც აგერ ჩანს, აი ეს ვენა. ხო. უბრალოდ დააფიქსირო, გესმის კარგად და კი, დაფიქსირებულია. შევეცდები რომ აი აქ დავიდო, სადაც აი ეს ვენა ამოწეულია კარგად. აი აქ იქნება შეიძლება მარტივი ამის დაფიქსირება. მოდი მოსინჯო ბატონოზე კიდე ერთხელ. ხო, მაგრამ მაინც ეს პულსაციები კარგად არ ჩანს მაგ. ამონაკვეთიდან, ხო? ხო, მაგ მონაკვეთიდან არ ჩანს. ესე მას არ ნიშნავს, რომ პულსაციები არ არის, მაგრამ გადაცემა ნაკლებია. კი, ხმაური უფრო მეტი არის. ხო, ხმაური, მაგრამ აი შეხედავ ისინი როა, შედარებით ნელი ოსცილაციები დაბალი სიხშირის. მაგრამ ჩვენ რას ვნახეთ, ესე იგი იდეა, იცი რა არის, ხა აქ შეიძლება ამის გზნობიარობის გაზრდა და სხვადასხვა მეთოდებით ამისი ხა დადების მაგრად დისტანციურად გაკეთება შესაძლებელია ეს. ტექნიკური სირთულეა უფრო ვიდრე დავუშვათ რაიმე ესეთი. ხო, მეც თრას ვფიქრობ ბანოზოზე. იმისათვის დავუშვათ რომ ჩვენ დავაფიქსიროთ ეს მართლა სუნთქვა არის თუ არა. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ wavelet-ის ანალიზი, როგორ ანუ ჩვენ დავუშვათ ჩვეულებრივად ისუნთქოს ადამიანმა, უყუროთ როგორი არის სიხშირების გადანაწილება და უცბად შეკრას და მე უცბად გახსნას კონკრეტულ მონაკვეთებში და დავინახოთ თუ ხედავთ მაგას. ჩვენ დავუშვათ აქ მაგას ვაკეთებთ, სტრესს ვაკეთებთ კიდე, აი დავუშვათ იღებ, დავუშვათ აი სიგნალს და მე შუა იმაში ერთ-ერთ ხელს ყოფ ყინულიან წყალში, სტრესია.
და როგორ დავინახავთ, მასალან როგორ რეაქციას მიცემს ეს სისტემა სისხლის მიმოქცევის. კვლევის ის არის. აუ, ძალიან მაგარია. ხო, ძალიან ის არის მარტივია პრინციპში იმ თვალსაზრისით, რომ ეს შეიძლება აი პატარა იმაზე AMM-ებით გააკეთო. ოღონდ ის ნაწილები, რასაც ვიყენებთ, ხო, ის ნაწილები ხელმისაწვდომია. არ არის აქ რაღაც ძალიან ძვირიანი აპარატურა. უბრალოდ, რაღაცეები უნდა შეცვალო. ამის გარდაქმნა შეიძლება წასახად კომერციულად წარმოებად პროდუქტში, რომელიც გამოიყენება მასში. თავარი არის, რომ თვითონ სტანდარტიზებული პროცედურა შეიქმნა ამისათვის და მერე ამ ყველაფრის მინიატურიზაცია მოხდეს და წარმოებაში გადაყვანა ისე რომ იყოს ასე ვთქვათ მოხერხებული მოწყობილობა პორტატული რომელიც იქნება. ხო. ძალიან მაგარია. აი აქ ჩანს ის W, უბრალოდ მაგი მიიღება. ეხლა რაშია საქმე? ყურე, აი ეს გამოსხივება ხა რომელიც აქ ლურჯად არის, საიდან მოდის? ეს კაპილარებამდე თითქმის არ ჩადის. ეს უკვე ღრმად ჩადის კაპილარებში ეს ცდება კაპილარებს, არტერიოლებს, ვენულებს და უკვე არტერიებს და ვენებისკენ მიდის და აი W შეხედე, ხედავ როგორია. ეს არის კანის არეკვლის სპექტრი, აი ნახე. ხო, ანუ აი ეს პატარა W-ს ფორმიანი მონაკვეთი 600 ნანომეტრსა და 550 ნანომეტრს შორის. აი ეს არის ის W, ხო? 500-600, ხო, აი ეს არის რა, ეს არის ფაქტიურად გამოწვეული უბანი, რომელსაც გამპირობებულია ჰემოგლობინის დამტკნით, ხო? ახლა რომ ვიღებდით PPG სიგნალებს, აი ეს სიგნალია უკვე მათემატიკურად დამუშავებული, აქ არის ფურიე გარდაქმნის შედეგად მიღებული სპექტრი და გვაჩვენებს აი სპექტრალურად რა ხდება, რა პროცესებია. ეს არის აი ეს გულისცემა, აი ეს პირველი პიკი. ეს პიკი არის სუნთქვა. შემდეგ ასე იგი მიოგენური, ნეიროგენული და ენდოთელიური ფაქტორები. ეს ფიზიოლოგიური პროცესებია, რომელიც ასახავს ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. შესაბამისად ახლა ეს არის დილის 7 საათზე გადაღებული. ეს რო გადაიღო ეს თქვენი მონაცემებია ხო? ეს რო გადაიღო დავუშვათ მოგვიანებით 2 საათზე იქნება განსხვავებული. აი ამის კონტროლი თუ შესაძლებელია მონიტორინგი საშუალებას მოგცემს რომ დავუშვათ თავი დაიზღვიოს ესეთ რაღაცებისგან ინფარქტი, ინსულტი და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ხედავთ რომ ყველაზე ძლიერი და ყველაზე ასე ვთქვათ მაღალი სიხშირის არის გულისცემა. მერე დაბალი შედარებით, მაგრამ შეიძლება უფრო სწრაფი არის დაახლოებით 0.7 ჰერცზე. არის უბრალოდ სუნთქვა და მერე მოდის მიოგენური, ნეიროგენული და ენდოთელიური ფაქტორები. აი ისა დავუშვათ აგერ, აი ესე იგი ხმაური და დაგლუვებული აი PPG თითოეული ძგერა აქ ორი წამია 200-დან 200 წამამდე აი ეს ორ წამში აი ესეთი ფორმის არის. ეხლა ეს რაშია საქმე? ამაზე ჩანს ასაკიც იკეთებს ფერდს, რაც უფრო მკეთრად არის ეს გამოყოფილი მხარი, მით უფრო ახალგაზრდაა ბიოლოგიურად ადამიანი. ახლა ბავშვი რომ მოვიყვანოთ, ამისგან განსხვავებული იქნება ეს. ამიტომ ამის ასაკის და ბიოლოგიური ასაკის დადგენა შეიძლება. საკმაოდ წეთი რაღაც. ჩვენ საკმაოდ დიდი რაოდენობით ინფორმაცია ამოღება შეგვიძლია სხვადასხვა ფაქტორებზე. ამ არეკვილი სიგნალიდან. ხო, აი შედარებით ისეთი 200-დან 20 წამის განმავლობაში, აი როგორია, აი ესე ჩანს, აი ვამბობდი რომ გააჩნია რა ორგანიზმი რა მდგომარეობაშია. ეს გულისცემა არის, ხო? გულისცემაა, კი. ხო, ახლა ამის ფურია გარდაქმნას რომ გააკეთებ, მიიღებ იმ ფაქტორებსაც, უბრალოდ აქ აი ეს მომლები რომ გაატარო, აქ ისიც სუნთქვაც ჩანს. აი ეს უფრო დიდი დროის ახედა აქ უკვე კი აქ ხედავთ რომ არის ასევე გაკვეთილი 200-დან აქ უკვე 100 წამის განმავლობაში გადაღებული. ეს უკვე მთელი აი აქ არის უკვე 600 0-დან 600 წუთი, ანუ 10 წუთის განმავლობაში 600 წამია. ფაქტობრივად აი არის ახლა შრომები, სადაც პირდაპირ მიუთითებენ, რომ აი ეს PPG სიგნალი იძლევა იგივე ინფორმაციას, რასაც იძლევა ლაზერულ დოპლერული ფლუომეტრია, რომელიც ძალიან ძვირი პროცედურაა და ეს საკმაოდ ანუ რეალურად ახლა ესო შევხედოთ აქა ეს ხშირი შავ ისინი რაც არის, რომელიც ჩვენ მაქამდე ვნახეთ, ეს იყო სავარაუდოდ გულისცემა, მაგრამ ეს უფრო დიდი ასე ვთქვათ, პერიოდულობა ტალღის მსგავსები არის უკვე კი დანარჩენი ფაქტორები. დანარჩენი ფაქტორები. ეხლა ჩვენ შევაერთეთ ლაზერი, რომელიც არის 450 ნანომეტრზე. ეს ლაზერი მოდის აქედან, თქვენ დაინახავთ ეხლა აქ ლურჯ სინათლეს. ეს ლაზერი მერე
მოდის აქეთკენ, მოყვება ამას და ამოდის აქედან. აი რომ შევხედოთ, ესა ჩვენ ლაზერი. ეხლა მე რო დავადო ამას რაღაცა, ჩემი თითი მაგალითად, ხედავთ რომ სიგნალი გვიბრუნდება უკან ზუსტად 450 ნანომეტრზე. ხო? ეს კიდე არის ლინზები, რომელიც გაკეთებულია პლასმასის მეშვეობით, ეს არის ტექნოლოგია, რომელსაც ჩვენ კიბერნეტიკის ინსტიტუტთან ერთად ვიმუშავებთ და ჩვენ შეგვიძლია დავნახოთ ერთი რაღაცა, რომ ამ ლინზებს ვინაიდან არიან პლასმასის მასალები, ერთადაც ეს არის ესეთი საცდელი მასალა, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, გააჩნია ესეთი მოვლენა, რომელსაც ქვია ფლუორესცენცია. ფლუორესცენციის დროს ან ლუმინესცენციის დროს ეს არის ორი მსგავსი მოვლენა, სინათლე, რომელიც ასხივებს ჩვენ მასალას, წარმოქმნის სხვა სინათლესაც, რომელიც არის ოდნავ უფრო მაღალ ტაღის სიგრძეზე ძირითადად. ანუ უფრო დაბალი ენერგიის არის. ჩვენ შემთხვევაში თუ ეს არის ლურჯი სინათლე, ჩვენ საერთოდ დავინახავთ სინათლეს მწვანე, ყვითელ ან წითელ დიაპაზონებში გააჩნია, როგორ ტიპის ფლუორესცენცია გვაქვს. ეხლა რომ მოვიდეთ, ჩვენ ხედავთ, რომ თუ მევადებ ჩემ თითს, რომელსაც არ გააჩნია დიდი რაოდენობით ფლუორესცენცია, ჩვენ გვაქვს ზუსტი პიკი. პიკი 450 ნანომეტრზე. ესაა ჩვენ ლაზერის ტაღის სიგრძე, მაგრამ თუ მე დავუმატებ ჩვენს აი ამ პლასმასის ლინზას, ჩვენ ხედავთ, რომ გვაქვს დამატებითი ინფორმაცია, დამატებითი სინათლე, რომელიც გამოდის 450-დან 600 ნანომეტრის ფარგლებში. დაემატა ეს პატარა მხარი. და ჩვენ რომ დავაკვირდეთ გვერდიდან, დაემატა პატარა რაოდენობა მწვანე სინათლე. აი ხა თუ ესე გავაკეთებ, აი შეგვიძლია დავინახოთ, რომ ოდნავ მომწვანო გახდა გვერდიდან. ამ მოვლენას, როდესაც ჩვენ ვღებულობ დამატებით სინათლეს, რომელიც უფრო გრძელ ტაღის სიგრძეზე არის, ქვია ფლუორესცენცია. ჩვენ ხა რომ შევადარო დავუშვათ ეს ორი სხვადასხვა მასალა, ორივე გაკეთებულია პლასმასის მეშვეობით, თუმცა ეს არის გაკეთებული განსხვავებული პლასმასით, ვიდრე ეს კონკრეტული ნიმუში. ჩვენ ხედავთ, როგორც კი მე მომაქვს უფრო ახლოს, ლაზერის ტაღის სიგრძე ისევ ჩნდება, ასევე ემატება პატარა რაოდენობა ფლუორესცენციისა. თუმცა ის ბევრ უფრო ნაკლები არის, ვიდრე ჩვენს წინა მასალაზე. ეს არის ჩვენი ლინზა. ჩვენ ხედავთ ახლა კიდევაც გაფანტვა სინათლის შიგნით. ხედავთ, რომ წარმოიქმნება პატარა სინათლის, ასე ვთქვათ, გაფანტვის მონაკვეთი და ხედავთ, რომ აქ ასევე არის პატარა რაოდენობა ფლუორესცენციისა. მაგრამ ის ბევრ უფრო ნაკლები არის, ვიდრე აი აქა. აქ უფრო მეტად არის გამოკვეთილი. ჩვენ ხავ ხედავთ, რომ აი ეს მხარი, რომელიც არის ბევრ უფრო დიდი არის ამ მასალის შემთხვევაში. ამ პრინციპის მეშვეობით, რომ სინათლე როდესაც ურთიერთქმედებს რაღაცა მასალასთან, ჩვენ ღებულობთ სხვა სინათლეს, ან ღებულობთ ამ კონკრეტული სინათლის შთანთქმას, კონკრეტული ფერის ან ტაღის სიგრძის შთანთქმას ანახელის წარმოქმნისას, ამ პრინციპის გამოყენებას, იმისათვის რომ მივიღოთ ინფორმაცია ქიმიურ შემადგენლობაზე თვითონ მასალისა, ქვია სპექტრომეტრია და სპექტროსკოპია. ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელი არის ნებისმიერი მასალის შემადგენლობის თუ მასალაში რაღაცა სხვა ნივთიერების შემადგენლობის კონცენტრაციის დადგენა. ეს პრინციპი გამოიყენება ბევრ სხვადასხვა სფეროში: ქიმიაში, ფიზიკაში, ასტროფიზიკაში, ბიოლოგიაში. გამოყენების სფეროები ძალიან ფართო არის და ერთ-ერთი გამოყენების სფერო, რომელიც ყველაზე საინტერესო არის, რა თქმა უნდა მედიცინაში, სადაც სპექტრომეტრიის და სპექტროსკოპის გამოყენებით შესაძლებელი არის დადგენა სხვადასხვა ტიპის ცვლილებებისა, რომელიც ხდება ორგანიზმში, რომელსაც აქვს დაავადება ან გააჩნია დავუშვათ რაღაცა ცვლილება. მე ახლა ხელში მიკავია პოლარიზატორების წყვილი. თუ ყოფილხართ ფილმის ანახავად კინოთეატრში, სადაც გადის ფილმი, რომელიც არის 3D-ში, შეიძლება გქონიათ ესეთი სათვალეები, რომელიც გაზრდ საშუალებას რომ დაინახოთ გამოსახულება, რომელიც არის კინოთეატრში 3D-ში. ეს ხდება იმის მეშვეობით, რომ თვითონ ფილმში არის ჩადებული ინფორმაცია პიქსელებში, გამოსახულებაში არის ჩადებული ინფორმაცია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ პოლარიზატორების გამოყენებით ის გავხადოთ სამგანზომილებიანი. მაგრამ პოლარიზატორების გამოყენება ასევე შეიძლება სხვა რაღაცისთვისაც. იმისათვის, რომ ჩვენ სელექტიურად ჩავახშოთ, ან პირიქით გავზადოთ სინათლის რაოდენობა. ჩვენ თუ გვაქვს გამოსახულება ეკრანზე, ჩვენ თუ გვაქვს გამოსახულება ზოგადად რაღაც სინათლის წყარო, ჩვენ შეგვიძლია ორი პოლარიზატორის მეშვეობით თუ შევუშლით პოლარიზატორს კუთხეს, როდესაც სინათლე გამოდის აქედან უკვე პოლარიზირებული, ჩვენ შეგვიძლია რომ შევცვალოთ ფერი, ეს იმის გამო ხდება, განსხვავებული ტაღის სიგრძეები განსხვავებულად გამოდის, ან სელექტიურად იბლოკება
როდესაც გამოდიან პოლარიზატორიდან, ან შეგვიძლია რომ სინათლე მთლიანად ჩავახშოთ. მაგრამ პოლარიზირებული სინათლის გამოყენება ასევე შეიძლება იმისათვის, რომ გავაკეთოთ სხვადასხვა მასალების ანალიზი, თუ რა მექანიკური სტრესები არის მათ შიგნით. თუ მაგალითად დავიღებთ ამ ლინზას, რომელიც გაკეთებული პლასმასისაგან, პოლარიზებული სინათლის მეშვეობით და პოლარიზატორების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, თუ სად არის შინაგანი სტრესები ამ მასალაში. ანუ სადაა ეს სხვადასხვა ტიპის დაჭიმულობა, დაძაბულობა, თუ დაუშვათ რაღაც ტიპის დეფორმაცია, რომელსაც ჩვენ უბრალოდ თვალით ვერ დავინახავდით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ხდება მასალების ხარისხის შეფასება. განსაკუთრებით იქ, სადაც სინათლის გარდატეხვა არის მნიშვნელოვანი, ან სადაც მასალის ფიზიკური სტაბილურობა არის გადამწყვეტი ფაქტორი. მაგალითად, ისეთ გამოყენებებში, სადაც მასალაზე ხდება ფიზიკური დაყრდნობა და სადაც მასალის დამტვრევა ან მისი დეფორმაცია იქნება კატასტროფული. ეხლა ჩვენ ასაც ვხედავთ, ის მონაკვეთები, სადაც ჩვენი ლინზა არის განსხვავებული ფერებით სავსე, არის ის მონაკვეთები, სადაც არის შინაგანი სტრესები. ეკრანიდან გამოდის პოლარიზირებული სინათლე, როდესაც ის ეცემა ჩვენს ლინზას, გააჩნია თუ როგორი არის შინაგანი სტრესები ამ კონკრეტულ მასალაში, ჩვენ ვხედავთ განსხვავებულ ფერებს, ანუ განსხვავებულ ტაღის სიგრძებს, რომელიც გამოდის და აღწევს ჩვენს თვალამდე ან ჩვენს კამერამდე, როგორც ახლა არის შემთხვევა. ერთი შეხედვით, ეს პლასმასის ნაწილი ერთგვაროვანი არის. თითქოს ის იდეალურად ბრტყელი არის და მასში არანაირი მექანიკური დეფორმაციები არ ფიქსირდება. მაგრამ მართლა არის ესე თუ არა? ოკეი? ის მონაკვეთები, სადაც ჩვენ ხედავთ ფერების განსხვავებას, არის სადაც არის განსხვავებული სტრესები. ჩვენ ხედავთ, რომ აი ამ კუთხეებში მაგალითად არის განსაკუთრებით გამოკვეთილი ფერები. ეს იმის გამოა, რომ სავარაუდოდ ამ ნაწილის გაკეთება მოხდა საინიექციო ყალიბის მეშვეობით და ადგილი, სადაც მოხდა ყალიბში ჩასხმა გავარვარებული და გაღობილი პლასმასისა მოხდა აქ. ამიტომ აქ ჩვენ ხედავთ თითქოს აქ რაღაცა შევიდა და მერე გავრცელდა. და მართლაც საავადოდ ესე იქნება, ჩვენ თუ დავაკვირდებით ამას, აი აქ არის ოდნავ ამოზნექილი მონაკვეთი, სადაც საავადოდ მოხდა პლასმასის ინიექცირება. და ჩვენ ამის დანახვა შეგვიძლია პოლარიზატორის მეშვეობით. თუ ეხლა მე ამ პლასმასის პარკს გავუკეთებ დეფორმირებას, ჩვენ ხა ვხედავთ, რომ იცვლება სინათლის ფერი, ანუ ტალღის სიგრძე, რომელიც ჩვენამდე აღწევს. ეს იმის გამო არის, რომ დეფორმაცია იწვევს ცვლილებას ტალღის სიგრძეებში, რომელიც აღწევს ჩვენს პოლარიზატორამდე და ჩვენ შესაბამისად ხედავთ, რომ განსხვავებული ფერები მოდის ჩვენამდე, თუ ჩვენ გავაკეთეთ დეფორმაცია ამ პლასმასის მასალისა. დისპერსიული ელემენტია ხო ფაქტია? მოდი ახლოს მოვიტან ამას საერთოდ ეს.